ჩვენ ისევ უნდა დაუბრუნდეთ ზუგდიდის რაიონს, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოფელ ახალ კახეთში მეცხრე არხის გადამღებმა ჯგუფმა ეგრეთ წოდებული ზონდერ ჯგუფები დააფიქსირა. ეს ზონდერ ჯგუფები აქტიურობდნენ მაშინაც, როდესაც ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო შეხვედრებს მართავდა. გურამ როგავას დაუბრუნდებით ისევ. გურამ, შენ ისევ პირდაპირ ეთერში ხარ და გისმენთ. დიახ, ჩვენ ახალ კახეთში დავაფიქსირეთ ეს ადამიანები ნომერ 34 საარჩევნო უბანთან. ისინი დილიდან იმყოფებოდნენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს ამ ტერიტორიაზე და ერთ-ერთი მათგანი ვიდეო კამერით ცდილობდა, რომ დაეფიქსირებინა ყოველი შემსვლელი ამ უბანზე და ეს იყო, როგორც ადგილობრივები ღიად ჩვენთან საუბრობენ, ერთგვარი ზეწოლა მათი მხრიდან, ფსიქოლოგიური ზეწოლა. ახალ კახეთის ამ ტერიტორიაზე ზონდერ ჯგუფები საკმაოდ მრავლად იყვნენ და მათი სახეები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის არის საკმაოდ ნაცნობი, რადგან შენ როგორც აღნიშნეთ, ამთა ისინი ხშირად ცდილობდნენ ოპოზიციის წინა საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს მანუჩარ ჩანგელია, რომელიც ბოლოს მუშაობდა როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის დაცვაში და სწორედ ის იყო ადამიანი, რომელიც ამ შტაბში შეღწევის საშუალებას არ გვაძლევდა თავის თანამოაზრეებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს ასევე ჩვენ ღიად დაგვიპირისპირდნენ და საკმაოდ აგრესიით გამოირჩეოდნენ ისინი ჩვენ წინააღმდეგ. ეს არის ედელვაისი დაცვის სამსახური, რომელსაც წარმოადგენენ ეს ადამიანები. ასევე დღეს ჩვენ ერთ-ერთ უბანზე, მე-13 უბანზე საკრებულოს თანამშრომლები, ასევე სხვა სახელმწიფო მოხელეების საჯარო პირები დავაფიქსირეთ. ისინი ეზოში იყვნენ შეკრებილები და მათ ხელთ ჰქონდათ სიები, თუმცა თუ რა სიები იყო ამის შესახებ ისინი კომენტარს თავს არიდებენ. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს კომენტარები პირდაპირ ეთერში შემოგთავაზოთ. რატომ ხართ მობილიზებული აქ? რა მეხდება? მობილიზებას რა ხდება? რამდენიმე საათია აქ ხართ უკვე? აი თქვენც ბატონო. რატომ ხართ ასე მობილიზებული ყველანი ერთად? შევიგიქება. რას ნიშნავს მე ვიგიქებ? ჟურნალისტები ვართ ჩვენ. მე რაგნები ვართ. მაინტერესებს რატომ ხართ მობილიზებული? ჩემ უბანში ვარ. და მობილიზებული რატო ხართ რამდენი ერთად დაცვის წევრები? რა დაცვის წევრები? გელანდებათ რაღაცეები, გესიზრება. შენ რა გამიჭირე საქმე რომ დამზდევ ხარ, რა გინდა ვაფშე? ჟურნალისტი ვარ უკაცრავ. მე რა ჟურნალისტი ხარ? ვაფშე ამ სიამოვნე შენთან საუბარი გაწევ. სად უნდა დავდგე, ვერ გავიგე, რა გინდა ბობო. მე რა ჟურნალისტი ხარ? უკაცრავ, დაიწყე. მე რა ვიცავ, აგერ გევარ ნორმალურად. რატომ იყვირი ხარ? იმიტომ გიყვირი ვარ, რომ ნერვებზე თამაშობ. გეუბნები არ მომჩეველი ვარ და აგერ მოვედი იმ კენჭის ასაგდება. რატომ იყვირი ხარ? არ გიყვირი ვარ, გელაბა ესეც საუბარი ვიცი. კოორდინატორია უბნის ნაციონალური მოძრაობის უბნის კოორდინატორია. ხო და სიებში რას ინიშნავენ ეს მაინც? თავის ხარ დამჭერებს უბრალოდ. სავარაუდოდ ვინ მოგცემს ხმას. საჭმელს ჩვენი წარმომადგენელი აფიქსირებს დღეს დილიდან ზუგდიდში მობილიზებულია უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საპატრულო მანქანები, ასევე პოლიციელები და ეს ყველაფერი ხდება საარჩევნო უბნებზე. ასევე არ ვიცი რატომ, მაგრამ საარჩევნო უბნებზე მრავლად არის ავტომანქანები დაბურული მინებით, რომელიც ამომრჩეველში თავად იწვევს გაურკვევლობას და გარკვეულ შიშს. დღეს ასევე ჰქონდა ერთ ინციდენტს ადგილი სოფელ ინგირში, სადაც მუშაობდა ინფოცხრის გადამღები ჯგუფი და ინფოცხრის ჟურნალისტ მიშკა ძიძიგურს და მის ოპერატორს გაურკვეველი ასევე ზონდერ ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ჩვენ შეგვიძლია ახლა ჟურნალისტების კომენტარები მოვისმინოთ. ისინი აცხადებენ, რომ ეს გაურკვეველი ჯგუფის წევრები მათ აფრთხილებდნენ, რომ არ გადაეღოთ კადრები საარჩევნო უბნებზე, რადგან მუქარა იყო დაახლოებით ასეთი სახით არ გინდათ ზუგდიდში ცხოვრება 2 ოქტომბრის შემდეგ და სხვათა შორის ეს მუქარა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად ისმის ასევე მეცხრე არხის და სხვა მედია საშუალებების მისამართით, როგორც ჩანს ეს ფრაზა საკმაოდ პოპულარულია ამ ჯგუფების მხრიდან, ჟურნალისტებზე მათი მხრიდან, როგორც აღვნიშნე, ძალიან ხშირად ხორციელდება ზეწოლა თუნდაც წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. მემუქრებოდნენ, თქვენ ხალხს აშინებთო, კამერას ჩემს ოპერატორს კამერას ართმევდნენ. ვერ გადავიღეთ ვერაფერი, მე აქ მდგომი ხალხი გადაგვეფარა და რაღაც და მე გვემუქრებოდნენ, რომ ზუგდიდში არ გინდათო ცხოვრებაო. დაახლოებით იყო 10 ადამიანი. შენ შეგიძლია სახეზე ამოიცნო ეს ადამიანი? კი, ამოვიცნო. თქვენ ხარს აშინებთო და ზუსტად ეს რომ თან მთელი დღე იქით რო ვიღათ გადაღებაზე გვიღებენ უცხო პირების სახელი გვარი აღარ აწერიათ, პროსტა გვიღებენ და მორჩიათ ჩვენ დღეს კადრებში. და ეთყობა გამოგვიგინე აქეთ რო წამოვიდი და მომენტი ხენთ ეს რო შევედით მარკეტში და ზუსტად მაგ მომენტში რო არც კამერა ქონდა, არც არაფერი თავზე დაგვაცნობ. ეს ჟურნალისტები იმყოფებიან პოლიციაში დაკითხვაზე და დამატებით დეტალებს
უკვე გამოძიება დაადგენს, თუმცა ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით 3 ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ის პირები, რომლებმაც მოახდინეს მათზე თავდასხმა. ასეთ პირობებში გვიწევს ზუგდიდში ზოგადად მედიის წარმომადგენლებს მუშაობა და ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ განვაგრძობთ მიუხედავად ამ სტრესული მდგომარეობისა უბნებში სიტუაციის კონტროლს და ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია დარღვევების შესახებ. მადლობთ გურამ ამომწურავი ინფორმაციისთვის. ეს იყო გურამ როგავა, რომელიც ზუგდიდის რაიონიდან საუბრობდა პირდაპირ